თეატრში. წარმოდგენა გავმართო. უჩვეულო, უცნაური წარმოდგენა. სათხარ? ქუთაისის თოჯინების თეატრმა 79 სეზონი პრემიერით დახურა. ქაღალდის ჩიტი ასეთია სპექტაკლის სახელწოდება, რომელიც გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით რეჟისორმა ეკატერინე სირაძემ დადგა. ქაღალდის ჩიტი პატარა მაყურებლისთვის შექმნილი სპექტაკლია, სადაც ქაღალდი და მაგრატელი ზღაპრულ სამყაროს აცოცხლებს. ქაღალდისგან შექმნილი ჩიტი და სხვა ფიგურები მეგობრობის, სიკეთისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცევიან. წარმოდგენა თამაშის, მუსიკისა და ვიზუალური მეტაფორების მეშვეობით ბავშვებს შემოქმედებითი აზროვნების, რწმენისა და ურთიერთთანადგობის მნიშვნელობას უჩვენებს. უფროსებს კი ახსენებს, რომ ყველაზე დიდი სასწაულები ხშირად სწორედ წარმოსახვიდან იწყება. როგორი ატელიე იყო? რაები შექმენით? ზღარბი, კურდღელი, ციყვი, ჩიტი. ჩიტი გააცოცხლეთ ბოლოს და რას აკეთებდა? ფრინავდა. კიდევ გინდა რომ სპექტაკლზე მოხვიდე? კი. დღეს დავხურეთ 79 სეზონი. განსაკუთრებულად ემოციური დღე იყო. გარდა იმისა, რომ პრემიერა იყო, თან დავხურეთ სეზონით და ემოციებს ეს უფრო აძლიერებდა კიდევ უფრო მეტად. ამ სპექტაკლზე მუშაობას რაც შეეხება, ძალიან მოკლე დროში მოგვიხდა პრემიერის გამოშვება. თან რეპერტუარში უკვე თითქმის აღარ გვქონდა ამ ასაკზე მორგებული სპექტაკლები, ბაღანდელ პერიოდს გულისხმობს. გამოვიდა ძალიან ლამაზი, ძალიან ფერადი სპექტაკლი, მუსიკალური და კარგად მიიღო ბავშვებმა და დარწმუნებული ვარ ახალი სეზონის ამ სპექტაკლით გაიხსნება და ისიამოვნებს ჩვენი პატარა მაყურებელი. ქაღალდის ჩიტი ასეთ სახელწოდებით ძალიან კარგი სპექტაკლი იყო და არის და იქნება კიდე სექტემბერში გაგრძელდება პატარა ბავშვებისთვის, ეს ცოტა დაბალი ასაკისთვის და იქავე სექტემბერში კიდე პრემიერას ველოდებით და რაც მთავარია მოდის 80 წლის თავი ჩვენი თეატრის. აი ის რომ 80 წლის თოჯინების სახელმწიფო თეატრი იაკობ გოგებაშვილის ხდება, გაერთიანება მთელი თეატრების, მინდა მიულოცო ყველას 30 წლის წინ პირველი მსოფლიო ფესტივალი აქ მოხდა თქვენი მონამორჩილის მეშვეობით და ძალიან დიდი გულით და სულით ველოდები აი მომავალ მსოფლიო ფესტივალს ამ თეატრში. ქუთაისის თოჯინების თეატრი, რომლის კედლებშიც არაერთი თაობა აღიზარდა და რომელმაც არაერთ წარმატებას მიაღწია მაყურებელს შემოდგომაზე, მე-80 საიუბილეო სეზონით შეხვდება.